მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო და გამომწერებო. იმედია ყველა კარგად ხართ და ყველაფერი კარგად გაქვთ. და შევუდგეთ ახლა ჩვენ მოკლე ვიდეო გაშლას. თემა არის ეხება ურთიერთობას და შემომივიდა კითხვები, რა თქმა უნდა. და ესეთი კითხვა, რისი თქმა სურს მას, რასაც არ გვეუბნება. ანუ სინამდვილეში რისი თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო ან არ გვეუბნება, ან ვერ გვეუბნება, ან არ ვიცი. მოკლედ, ორ ვარიანტზე გავაკეთებ. ჩაიფიქრეთ თქვენ ადამიანი, ვინც გაინტერესებთ. რისი თქმა სურს მას, პირველი ადამიანი. და რას არ გვეუბნება. რისი თქმა სურს მას, მეორე ადამიანი. და რას არ გეუბნებათ. ახლა დავდე პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. თქვენ არჩიეთ. ან გინდათ ორივე ვარიანტი ჩაიფიქრეთ, ორი ადამიანი. მაინდა-მაინც ახლა შეიძლება არ იყოს პირადზე, ისე გაინტერესებდეთ ადამიანი, ხო შეიძლება? ან მეგობარი იყოს, ან ახლობელი იყოს, ან რა ვიცი. ნახოთ პირველი, რისი თქმა სურს მას. ეხლა მას უნდა რომ თქვენ გითხრათ, რომ ანუ მე არ ვიცი ვინ ჩაიფიქრეთ. მაგრამ თქვენ გამოდიხართ მისთვის მიუღწეველი ობიექტი. ნახეთ, ვარსკვლავი. ეს არის როგორც მანძილი, როგორც ასე ვთქვათ, შორიდან ურთიერთობა, ეს არის ინტერნეტით, მესიჯებით, ასევე ის რომ თქვენ ხართ მისთვის აი მართლა ვარსკვლავი, ხო? ანუ მიუწვდომელი ოცნება, ასე ვთქვათ, რომელიც მისთვის არის მიუწვდომელი და არ არის ადვილი თქვენი, ასე ვთქვათ, მიწვდომა. მისი, რა თქმა უნდა, სიტუაციიდან და პიროვნებიდან გამომდინარე. რას არ გეუბნებათ? არ გეუბნებათ იმას, რომ ეშინია თქვენი, იმიტომ რომ იცის, რომ თქვენ მას ახლოს არ მიუშვებთ. ანუ იმდენად გამჭრიახე გონება გაქვთ, გარდა იმისა, რომ მომხიბვლელი ხართ მისთვის, ანუ ულამაზესი და მომხიბვლელი ხართ, პლუს ხართ, ანუ გამჭრიახი გონების ადამიანი და ცივად შეგიძლიათ ესე აჯახოთ და უთხრათ, რასაც ფიქრობთ და არ გეუბნებათ იმას, რომ ის თქვენით მოხიბლულია ყველანაირად შეიძლება ითქვას და ოცნება ხართ მისთვის. საოცნებო ქალი ხართ მისთვის და აი მესამეს დავამატებდი პირველი ვარიანტისთვის, ხო? მესამე. ნუ მაინც თუ გეტყვით ამას. ანუ ნახეთ, თქვენ გარდა იმისა, რომ ხართ საოცნებო მისთვის, ხო? ხართ ასევე ძალიან აქტიური ადამიანი, აი თქვათ, სამყარო ხართ რა. აი, არ ვიცი, აქ ეხა დროს მანძილს მაჩვენებენ და იმას, რომ შეიძლება პირადად ვერ ხვდებით და სოციალური ქსელებით ან ესე, ხო, დისტანციურად გაქვთ ურთიერთობა, ან შორს არის, ან სხვა ქვეყანაშია, მაგრამ მანძილი დრო. შეიძლება დიდი ხანი ამ ადამიანს უყვარხართ და ვერ გიბედავთ, ვერ გიმჟღავნებთ, იმიტომ რომ ანუ ამოდის, რომ თქვენგან განსხვავებით მას კი გზა არის, მას გრძნობა აქვს თქვენს მიმართ და თქვენ ხართ ბევრად აღმატებული მისთვის. ის ასე ფიქრობს ყოველ შემთხვევაში. შეიძლება იყოს მეორე ვარიანტიც, რომ მას ეხლა ყავდეს სხვა ოფიციალური, ასე ვთქვათ, მეუღლე, ან დაოჯახებული იყოს, ეხლა საჯარო გაშლაა და მთლიანად ეხლა ესე დეტალურად არ ვშლი, ნახეთ. მაგრამ ვარიანტს გეუბნებით, რომ შეიძლება ესეთი ვარიანტიც იყოს, რომ ყავდეს ეხლა სხვა, მაგრამ თქვენ მაინც რჩებით მის საოცნებო ქალად, ანუ რახან პირველი ამოვიდა ვარსკვლავი. მე არ ვიცი ვინ ჩაიფიქრეთ, თუ რეზონირდა ან მსგავსი სიტუაცია არის, გამიხარდება თუ
მომწერთ და დამილაიქებთ. პირველ ვარიანტზე ეს გამოვიდა. და მადლობა პირველ ვარიანტу, ასევე მადლობა ვინც მილაიქებთ, ვინც მიკომენტარებთ და პირადშიც მწერთ. ყველას თქვენ დიდი მადლობა ჩემგან. ეხლა ვნახოთ მეორე ვარიანტი, რისი თქმა სურს მას. თქმა სურს იმის, რომ ახალი დასაწყისი უნდა ამ ადამიანს. ყველანაირად მზად არის თქვენთან საურთიერთობოდ. მეორე ვარიანტს ეს ამოზდის და რას არ გიმხელთ, რას მალავს, რომ რაღაც პრობლემები აქვს ეხლა ამ წუთას. მაშინ გავარკვიოთ, რა პრობლემა აქვს. რაღაც დაბრკოლებები აქვს. მეორე ვარიანტს. დარდი აქვს. ავანტყოფობა აქვს, ნერვიულობა აქვს, დანგრევა აქვს. ეხება მაგიას. და იყო ოჯახზე რაღაც. ეხლა არ მინდა ცუდად ვისაუბრო, მოდით ვთქვათ ესე. ამ ადამიანს შეიძლება პრობლემა ჰქონდეს ფინანსურიც და დაკარგული აქვს საერთოდ კეთილდღეობა, სტაბილურობა ოჯახში, თავის ცხოვრებაში. და უნდა თქვენთან დაიწყოს ახალი ურთიერთობა ყველანაირად. მაშინ ამას არ გიმხელთ. ეს გავიგეთ, რომ ამას არ გიმხელთ, იმიტომ რომ თვითონ დანგრეულია, საშინელ დღეშია და თუ მოხდება, მაგიასა აქვს რა ადგილი. ნახეთ, მე ხა არ დავაკონკრეტებ, აქ რო იყოს პირადი გაშლა, კიდე ამოვიღებდი რაღაც კითხვებს დაუსვავდი, რაზედაც მეტყოდა ნამდვილად არის თუ არა მაგია, მაგრამ რახან ამოვიდა, აი ესეთ სიტუაციაში ხო, მე შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ენერგეტიკულ მაგიურ ჩარევას აქვს ადგილი. მაშინ რას გეტყოდათ აბა? რას გეტყვით? ის რომ მას აქვს ეს, მან არ იცის. ამას ინფორმაციას გვაწვდის კარტი. იმიტომ რომ ეს არის ის საინფორმაციო ენერგო სივრციდან მიღებული ფაქიზის სივრციდან ინფორმაცია, რასაც ყველა ვერ გეტყვით. ანუ ის დაფარული, ხო? რასაც ჩვენ ვიღებთ, რო იტყვიან სივრციდან, ხო? იმ თუნდაც კოლექტიური საინფორმაციო წყაროდან. მე ხა კონკრეტულად არ ვიცი ვინ არის, რა ადამიანია, თქვენთან არ მაქვს ასე ვთქვათ ორმაგია ესეთი წერმოწერითი ან ისე ონლაინ ურთიერთობა, რომ განვავრცო ეს, მაგრამ აქ მიუთითებს ყველაფერი დიდ მაგიურ დარტყმაზე. და რა თქმა უნდა, ფინანსებზე და ყველანაირად დაცლილია ეს ადამიანი, ანუ როგორც ჩანს, ფიზიკური პრობლემები აქვს ავანტყოფობის მხრივ, ანუ შეიძლება არ ვლინდებოდეს რამე ქრონიკული ავანტყოფობა, უბრალოდ ენერგია გამოცლილი, აი, რო იღლება ადამიანი, რო არაფრის თავი არ აქვს, ასევე სექსუალური ამბავით ჩართულია პოტენცია, ანუ დავარდნილი და არის პასიურ მდგომარეობაში. მაშინ ნახოთ აბა, თუ რა თქმა უნდა, ხა ამას არ გაგიმხელთ, ხო? კაცური პრობლემა თუ აქვს, მაგრამ რა ურთიერთობა უნდა მაშინ თქვენთან, რატომღაც მეორე გამაჩერა, არ ველოდი, რა ურთიერთობა უნდა მას თქვენთან. ფიქრობს კი, იმედი აქვს და უნდა ორმხრივი ურთიერთობა თქვენთან, თანაც რაღაცნაირად სექსუალური ფანტაზიები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ. თითქოს ანუ თქვენ ერთადერთი ქალი ხართ, ვინც მას აღზნებთ და რაღაცნაირად თქვენს მიმართ უჩნდება სხვადასხვა ემოციონალური ესეთი ფანტაზიები, ხო? უფრო სექსუალური ტიპის, მაგრამ შეიძლება ეს ადამიანი კიდევ ერთხელ მიდასტურებენ, რომ მაგიას აქვს ადგილი და არის ასევე ან მიჯაჭვული, ან დამოკიდებული, ან რაღაცა მოკლედ რა. მატერიალური, რა თქმა უნდა არის, მაგაში ორი აზრი არაა. ხო და პლუს ფინანსური პრობლემაც აქვს. რა ვიცი, აი ესეთი ინფორმაცია მოვიდა, ჩაკეტილია ეხლა. იმიტომ რომ ეს მაგიური დარტყმა არის ისეთი სიტუაცია, რომ კეტავს საერთოდ ყველაფერს. პირველი ურტყავს ფინანსებზე,
პრობლემები იწყება, მერე, ну, რა თქმა უნდა, სექსუალურ ასპექტშიც შეიმჩნევა, იმიტომ რომ ადამიანს ენერგია გამოცლილი და ენერგიაზე დგას დღეს საერთოდ ყველაფერი. ის ფულიც, ის ურთიერთობაც, ის ყველაფერი არის ენერგიაზე და თუ ეხა ეს ადამიანი ასე დაცლილია და რომ ღონე მიხდილი და სუსტად არის, ხო? და ვერ გაუგია თან რა, იმიტომ რომ შეიძლება მიდიოდეს ექიმთან და ეუბნებოდნენ რომ ყველაფერი წესრიგში გაქვს, იმიტომ რომ ექიმი ამას მე ვიძახი კლასიკური მედიცინის წარმომადგენელი ამას ვერ იგებს, იმიტომ რომ ეს არის ენერგეტიკული დარტყმა და იკეტება ყველაფერი, ყველანაირი ჩაკრა და იბლოკება და ამას უკვე სხვა სპეციალისტი უნდა. ამას უნდა ლოცვები, ამას უნდა გაწმენდვა, ამას უნდა საქმევლები, ნაკურთხი წყლები, ზიარება პირველ რიგში და ნუ მე ვიძახი კლასიკური მეთოდით ცოტა ხანგრძლივია, მაგრამ შედეგი მიღწევადია. იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე არავინ და არაფერი არ არის აღმატებული იმისა, რისი ჩვენ გვწამს. ეს არის ჩვენი ღმერთი, ჩვენი უფალი იესო ქრისტე და მისი, ასე ვთქვათ, მიღებული წმინდა ზიარება, სისხლი და ხორცი, რომელიც წმინდავს საერთოდ ყველანაირ უარყოფით, თვალი, ჯადო, ენერგეტიკული დარტყმა გაკეთებული, რა ვიცი, ვისგან. ბოროტების მეტი ვინ არიან ამ ქვეყანაზე და ანუ სიწმინდეს ვერ ეკარება, რატო არის ნაკურთხი წყალი, ანუ და ყველა ის სიწმინდეებთან მისვლა, მოლოცვა, ტაძრების, რომლებშიც არის მართლა ეს მადლი დავანებული, ხო? ანუ მესტასილია, ესე ქვია რა, წმინდა ადგილების. ეს წმინდავს ადამიანის აურას და სასიცოცხლო ენერგიას გაძლევს და იქ უარყოფითი ყველანაირი ასპექტი გამოდის, მაგრამ ცალკე პლუს არის კიდე სხვა წმენდებებიც, არატრადიციულიც, ну რა ვიცი. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რომლის უფრო გწამთ და რომლის უფრო გჯერავთ, მაგრამ ეხლა ჩემი გამოცდილებიდან და ჩემი პრაქტიკებიდან და მრავალწლიანი ცხოვრებიდან არა ვარ 100 წლის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგად, კლასიკურადაც შეგიძლიათ უბრალოდ ეკლესიურად, ზიარებით, აღსარებით, ლოცვებით, არის სპეციალური ლოცვები, რომლებიც უნდა წაიკითხო, ფსალმუნებით და აი ესეთი მოლოცვებით, ხო? შელოცვებით გაიწმინდებით. მე მაგალითად ამას გირჩევდით, იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი ემორჩილება და ყველა ძალა ემორჩილება ღმერთს, იმიტომ რომ მისი შექმნილია მთლიანად ეს სამყარო და საერთოდ ყველაფერი და ამიტომ ყველაზე აღმატებული ამ ქვეყანაზე, ხო? თუ რამე არსებობს, ეს არის უფალი ღმერთი, რომელმაც შექმნა ეს საოცარი სამყარო. და რა თქმა უნდა გამოუშვა მისი ძე ჩვენთვის, რომელმაც მთელი ცოდვები, კაცობრიობის ცოდვები თავის თავზე აიღო და ასე ვთქვათ, გაიწმინდა სამყარო მაგ დროს, ანუ ამ ხელამძღვანელშეწირვა მოხდა, ხო? და ის მკვდრეთით აღდგა და ის ცოცხალი, ანუ ჩვენი უფალი იესო ქრისტე და მისი ხსენების დროსაც ის ბოროტი ძალა მიდის, ასე რომ დიდება ქრისტე ღმერთს და არაფერი არ არის ისეთი, რისგანაც არ შეიძლება რომ გამოსავალი არ ვიპოვოთ და რახან მოდის ეს განსაცდელი, აი ესეთი სახის, ხო? მიგვანიშნებენ, რა თქმა უნდა, სულიერებისკენ და ღმერთთან დაახლოებისკენ, ასე რომ უნდა ილტოდეთ და გინდოდეთ უფალთან სიახლოვეს. სხვა ვერაფერს ვერ დავამატებ მე. თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ და აბა თქვენ იცით. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. დროებით.